თავდასხმა და ფიზიკური ანგარიშზორება გამოცემა მთის ამბების რედაქტორს გელამ თივლიშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გაუსწორდნენ. შემთხვევა წეროვნის ავტობანზე მოხდა. რეჟიმის წარმომადგენლები ახსენებდნენ ზვიად ხარაზიშვილს და მის კრიტიკოსებს შეურაცხყოფას აყენებდნენ. სადეს ტელეფონის წართმევა და ინციდენტის ამსახველი მასალის წაშლა, თუმცა უშედეგოდ. სანქცირებული გომელაურის უწყება მომხდართან დაკავშირებით არაფერს ამბობს. დუმს ოლიგარქის სამსახურში მყოფი სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც. ნიკა საჯაია დეტალებით. თისამების გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა გიორგი მაშინ მოხდა, როდესაც ისინი გადაღებიდან დედაქალაქში ბრუნდებოდნენ, როგორც მთის ამბების რედაქტორი ამავე გამოცემის გვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას. ავტომობილი თეთრი ფერის პიკაპი მათ საავარიო სიტუაციას უქმნიდა საავტომობილო მონაკვეთზე, რის გამოც მათ მოუწიათ ავტომობილის გაჩერება. შემდგომ უკვე ამ ავტომობილიდან გადმოვიდნენ შეიარაღებული პირები, რომლებიც სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მათ. კერძოდ კი აქ იყო საუბარი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან დაკავშირებითაც და უკვე მას შემდგომ, როდესაც გადამღებმა ჯგუფმა დაიწყო აღნიშნული ვიდეო მასალის გადაღება, სადეს მობილური ტელეფონის წართმევა და უშედეგოდ ცდილობდნენ იმასაც, რომ ასე ვთქვათ, ეს ამსახველი კადრები არ გავრცელებულიყო და ამ მასალის განადგურებას ითხოვდნენ. ისევე როგორც ამ ფაქტს თვითმხილველებიც ყავთ, რომლებიც ასევე იღებდნენ თავდასხმის ამსახველ მასალას და ამავე გამოცემის ინფორმაციით მათაც თხოვდნენ ეს ადამიანები, რომ წაშლილიყო ეს ჩანაწერები. თავად მოგვიანებით გახდა ეს ინფორმაცია ცნობილი, თუმცა უკვე ერთი დღეა გასული, ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური უწყების წარმომადგენლების მხრიდან რაიმე სახის განცხადება არ გაკეთებულა. რაც შეეხება მედიის წარმომადგენლებს, მედია ადვოკატირების ხელმძღვანელი აკეთებს შეფასებას, რომელიც აცხადებს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა ჟურნალისტებზე თავდასხმისა და ის ამავდროულად მიანიშნებს, რომ გარკვეულწილად ეს იქცა ხელწერათაც კი ქართული ოცნებისა, ვინაიდან არაერთი ასეთი ფაქტია და არც ერთ შემთხვევაში ფაქტობრივად არ დამდგარა შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. შარზე ხატეხმა დაიჯი. ვინა? ეს ვინა? გარემოს ისაც არევას იმენ მის დედაშევი. გაიგე? ბოჩა. კომიტეტი ხო არა? არა, მე ოპერატორი. აგრესიული. არა, მა. ეს მიყურა შენი. ვიდი გარეკეთ სადრეკი. ვიდი. ჩვენაც ვიხილეთ, სამწუხაროდ ეს არის ის რეალობა, რომლის დამკვიდრებას ცდილობს ივანიშვილი, რეჟიმი თავისი პოლიციით, სასამართლოთი თუ პროკურატურით პრაქტიკულად ზღვარი აღარ არსებობს უკანონო მოძალადე ფორმირებასა და სამართალდამცველს შორის, რომლებიც დაუსჯელობის სინდრომით შეპყრობილნი ძალადობენ ყველა პირის მიმართ და განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც გამოირჩევა თავისი პროფესიონალიზმით და ქვეყნის მიმართ სიყვარულითა და პატრიოტიზმით. თუმცა, როგორც ისტორია და წარსული გვაჩვენებს და ის ერთიანობა, რომელსაც აჩვენებს ეთესხური მედია ამ შემთხვევაში და საქართველოს მოსახლეობა, ადრე თუ გვიან, რა თქმა უნდა, იმაზე ადრე ვიდრე ეს წარმოუდგენია ივანიშვილს, ყველა მიცეს დაგეგმა და განახორციელა და ის პირები, რომლებიც ძალადობენ, ყველა აგებს კანონის წინაშე პასუხს. როგორც თქვენ მოისმინეთ, არის ეჭვმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო დაგეგმილი სწორედ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა, სავარაუდოა, რომ მათ კარგად იცოდნენ, სად გადაადგილდებოდა ამ შემთხვევაში მთის ამბების გადამღები ჯგუფი, სადაც გელამ თივლიშვილიც იმყოფებოდა მათთან ერთად, ისევე როგორც ამ დრომდე, როგორც უკვე გითხარით, ჩვენ დაუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროსა, ვინაიდან საუბარია, რომ სწორედ მათი უწყების თანამშრომლები არიან, ასევე შესაბამის ვიდეოში ჩანს სანომრე სახელმწიფო ნომერიც ავტომობილისა, რომლითაც ეს პირები გადაადგილდებოდნენ და მათი ვინაობის იდენტიფიცირებაც არის შესაძლებელი, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში რაიმე სახის კომენტარი ან პოზიცია ჩვენ არ მოგვისმენია. ამავდროულად საჯარო სივრცეში გავრცელებულ მასალასთან დაკავშირებით ავტომატურადაც შეუძლია გამოძიება დაიწყოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელიც მედიაზე ხელშეშლის ფაქტებს იძიებს, თუმცა ჯერჯერობით არც კოკა კაცეტაძის უწყების წარმომადგენლების მხრიდან მოგვისმენია ჩვენ ამ ფაქტთან დაკავშირებით პოზიცია, ან ის დაიწყებენ თუ არა ამ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიებას.